აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით რეგიონიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის 39,000 ადამიანია მიგრირებული. მათგან რამდენია სახელმწიფოს მიერ გადასახლებული და რამდენი საკუთარი ნებით უწყებაში ზუსტი რიცხვი არ იციან. არასამთავრობო სექტორში კი საკუთრების რეგისტრირების პრობლემებზე საუბრობენ. უფრო ცალკე ნინი ხარშელაძის რეპორტაჟიდან შეიტყობთ. წალკის რაიონიდან დაბრუნებული თამაზ ხარაბაძე ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. იგი აცხადებს, რომ რამდენიმე წლის წინ აღნიშნულ რაიონში მთავრობამ ჩაასახლა, თუმცა სოფლის რწმუნებულმა აჭარაში დაბრუნება და ფართის თვითნებურად დაკავება ურჩია. ცხოვრობდი 5 წელი. ამ 5 წლის განმავლობაში ჩვენთან არის ჩამობარგული ნაკაშიძე მურადი. დამიწყო ლაპარაკი, რომ აქ ცხოვრება რადგინდა აქ მაითაში გიწყდა წადი აჭარაში, იქ ნებისმიერ შენობაში შეხვიდე, მთავრობა ვერ გამოგაგდებს გარეთ. მეც მოვწყვიდი და დავუჯერე. თავად გამგებლის რწმუნებული თამაზ ხარაბაძის განცხადებას კატეგორიულად უარყოფს. მე მაგისთვის არანაირი შევა არ მიმიქცია როგორც ასეთი, მან თვითონ გადაწყვეტილება მიიღო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული პიროვნების საკითხზე დევნილთა და განსახლების სამინისტრო მსჯელობს. მოგვართავა გუჯახმა უგოსტიკი შედეგად დაზარალებულმა შუამდგომლობა გაუწია დევნილთა და განსახლების სამინისტროდან, ჩვენას შესაბამისად გაუწია შუამდგომლობა და წერილიც აქვს ვარსკვლავი მისული, რომ თავის შესაძლებლობის ფარგლებში აღმოჩენა დახმარებას. რაც შეეხება აჭარიდან მიგრაციის საკითხს უწყების 2013 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით აჭარიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 38,874 ადამიანია განსახლებული. უწყებაში აცხადებენ, რომ 2004 წლიდან დღემდე ხელისუფლებამ 763 საცხოვრებელი შეისყიდა. სამინისტროში განსახლებულ მოქალაქეებს შორის თვითნებურად გადაადგილებულთა რაოდენობა ამ დრომდე არ დაუდგენიათ. 2004 წლიდან დღემდე შეწყიდული აქვს 763 ოჯახს. ახლა თქვენ ნახეთ ციფრი, რომ თან დიდია და 9,072 ოჯახია, მაგრამ აქედან ნაწილი კომუნისტების პერიოდში არიან ჩასახლებულები, ნაწილი ვერ თავისით წავიდნენ და შესაბამისად აგრძელებენ სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ცხოვრებას. არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ განსახლებულ ოჯახებს დღემდე საკუთრების გაფორმების პრობლემა აქვთ. ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, აჭარის მთავრობის შენობის წინ გამართული აქციებით წალკის მოსახლეობამ მიიქცია ყურადღება, თუმცა სხვა რეგიონებში ჩასახლებულებს არანაკლები პრობლემები აწუხებთ, რითაც სახელმწიფო ამ დრომდე არ დაინტერესებულა. განსახლებულები არიან იმერეთშიც, გურიაშიც, არიან ასევე წალკაში, ნინოწმინდაში, თუმცა წალკის პრობლემა ბოლო პერიოდში წამოწია იმის გამო, რომ ადამიანებმა გადაწყვეტენ, რომ აღარ დაელოდონ დახმარებას და აღარ დაელოდონ სახელმწიფოსგან კეთილნების გამოვლენას და გადაწყვეტეს პროტესტის ფორმით დააფიქსირებია თავიანთი პოზიცია. თუმცა არანაკლებ რთული მდგომარეობაა სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც ვთქვათ აჭარიდან თუ სვანეთიდან განსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ, მათ სხვადასხვა ტიპის სოციალური, სამართლებრივი, სხვადასხვა ტიპის პრობლემები აწუხებთ. შეგახსენებთ, რომ განსახლებულთა საკუთრების მოგვარების პრეცედენტი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.